მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ მოკლე ვიდეოების სერიებს მითი ბათლის ირგვლივ და დღეს შემოგთავაზებთ თითოეული პერსონაჟის სტატების შესახებ ინფორმაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ პერსონაჟის სტატები განსაზღვრავს პერსონაჟის დარტყმის ძალას, დაცვის ოდენობას, გადაადგილების სიდინეს, დარტყმის range, ანუ რა ხელაზე შეუძლია დაარტყას პერსონაჟს, მაგიების ოდენობას, power-ების ოდენობას და მის სიცოცხლეს. მონსტრებს, ღმერთებს და გმირებს აქვთ ინდივიდუალური სტატები, ხოლო ტრუპებს, ანუ საჯარო თანაყოფებს, ცალკე სტატების პადები არ მოყვებათ, მათ სიცოცხლეს განსაზღვრავს მათი მინატურების ოდენობა, ხოლო მათ დანარჩენ სტატებს განსაზღვრავს სპეციალური ბარათები. იმის მიხედვით, რომელი თამაშის ვერსია გაქვთ, შეიძლება თქვენს ხუთს მოყვებოდეს ბარათები, რომელსაც აქვს ესეთი უკანა ფონი. ამ ფონზე დატანილი ინფორმაციას არ ენდოთ, იმიტომ რომ ეს არის მოძველებული ინფორმაცია, 1/5 ვერსიის მიხედვით, ხოლოდ გმირების, ღმერთების და მონსტრების აი ამ სკელი პადების, დეშბორდების, ასე ვთქვათ, ინფორმაციას დაეყრდენით. და რაც შეეხება საჯარო დანაყოფებს, საჯარო დანაყოფების შემთხვევაში დაეყრდენით არა აი ესეთი უკანა ფონის მქონე ბარათებს, არამედ ესეთი უკანა ფონის მქონე ბარათებს. ორივე მათგანზე მოცემული არის და იგივე ინფორმაცია, თუმცა ზოგ შემთხვევაში ცვლილება არის შესული 1/5 თამაშის წესებში, შესაბამისად გამოიყენებთ მხოლოდ აქ მოცემული ინფორმაცია. მაშ ასე თითოეული ღმერთის, მონსტრისა და გმირის დეშბორდი გამოიყურება ესე. თითოეულ დეშბორდზე მოცემულია ციფრები და მოცემული გვაქვს ასე ვთქვი ესეთი მარკერი, რომელიც გვაჩვენებს რამდენად ჯანზე არის ჩვენი იუნიტი. პირველი მათგანი არის რამდენით უტევს ჩვენი იუნიტი. ამ შემთხვევაში ჰადესი უტევს 7 გამართლით, ანუ მოთამაშე რომელსაც აკეთებს simple action შეტევას, ჰადესით იღებს 7 გამართლებს და აგორებს. დაცვა განსაზღვრავს, რა მნიშვნელობა უნდა ქონდეს შემტევი მოთამაშეზე გაგორებულ თითოეულ გამართლს, რომ მან შეძლოს ჰადესისთვის ჭრილობის მიყენება. შემდეგი არის range. Range განსაზღვრავს, რა სიშორით შეუძლია ჰადეს შეტევა და რადგან აქ უწერია ციფრი 1, ეს ნიშნავს, რომ ჰადეს შეუძლია მეზობელ ტერიტორიებზეც განახორციელოს შეტევა. ამ შემთხვევაში RS-ის შემთხვევაში, როგორც ხედავთ, ეს არის ნულიანი, ანუ RS მხოლოდ შეუძლია range ნულიან შეტევების გაკეთება, შესაბამისად, მხოლოდ თავის ტერიტორიაზე შეუძლია მან სხვა მოთამაშეებს და შეუტიოს და დაარტყას. შემდეგი არის ფეხი, ანუ მოძრაობა, რამდენით მოძრაობს. ჰადესის შესაბამისად შეუძლია რომ 2-ით მოძრაოს, როგორც აქ ვიხატია. და სულ ბოლო არის სიცოცხლე, ანუ რამდენი სიცოცხლე იწევს ჰადესის თამაშს და ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ 9 სიცოცხლე აქვს ჰადეს. ჩვენ გამოვტოვეთ ეს მონაცემი არის მაგია და ძირითადად ყოველთვის არის შავი და თეთრი მონაცემი. ზოგიერთ შემთხვევაში ციფრებია ჩახატული მასში, ზოგიერთში ესეთი ასტერიქს ნიშანია და ამას ყველაფერს ეხლა გავებვლით. ეს არის თქვენი მაგია, ანუ თქვენი power-ების განსაზღვრავი არის. ამ შემთხვევაში ჰადეს აქვს 2 სხვადასხვა power-ი და ზოგადად power-ები არსებობს 4 სახეობის. ესეთი ელვის სიმბოლოს მქონე power-ები არის offensive, ანუ შემტევი power-ები და თუ თქვენ ამ power-ს გამოიყენებთ, თქვენ ჩათვალეთ, რომ ანაცვლებთ ამით თქვენს საბაჟო შეტევას. ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ თქვენ უტევთ თქვენ simple action-ზე ჩვეულებრივ 7 გამართლის ნაცვლად, ამ შემთხვევაში გააგორებდით, თუ გინდათ რომ ეს ძალა გამოიყენოთ, გააგორებდით X რა ხატია, რაზეც არის ეს თქვენი ფლელი განთავსებული, იმდენ გამართლეს, ამ შემთხვევაში 5 გამართლეს. როდესაც ჰადეს დააგდება სიცოცხლე, როგორც ხედავთ, ეს ჩამოდის და ამ შემთხვევაში უკვე 4 გამართლეს გააგორებს და რაღაც მომენტში ხედავთ, რომ საერთოდ გაჩერდება და აღარ იმუშავებს ეს ძალა. შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ აი ეს ნიშანი არის შემტევითი power-ი და ანაცვლებს საბაზისო შეტევას. ჩანაცვლება ხდება. რატომ უნდა უნდოდეს ჰადეს 7 გამართლის ნაცვლად გააგოროს 5 გამართლი? ნუ ამას როდესაც გადავალთ მე უკვე თითოეული ღმერთის განხილვაზე მე გავიგეთ, მაგრამ ერთ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ელვა არის offensive ნიშანი და ანაცვლებს
basic attacks. მეორე ნიშანი, მეორე სახის power-ი შეიძლება იყოს ესეთი ხელის ნიშანი, ეს არის active ნიშანი, active power-ი ასე ვთქვათ, და შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთხელ სვლაზე, თქვენს აქტივაციაზე და ანუ ეს ნიშნავს, რომ დამატებით მოქმედება არის. არ ეს შეუძლია გადაადგილდეს დაარტყას, ან გადაარტყას და უმფალო აიღოს, ან ასე შემდეგ, იმ სამი simple action-ი ნებისმიერ გააკეთოს და პლუს გააკეთოს ეს დამატებითი აქტივ მოქმედებები. მესამე ტიპის ძალა, ეს არის I am სიმბოლოს მქონე ძალა, ეს არის პასივ ძალა და შეგიძლია გააკეთო ნებისმიერ დროს, როდესაც ის პირობა, რომელიც წერია ამ ძალაზე შესრულდებაო. თავისთავად ეს უნდა იყოს პერსონაჟის სვლას. აი ესე იგი პასივ ძალა მუშაობს ყოველთვის, როდესაც პირობა შესრულდება. ამ სამივე powers, passives, actives და offensives აქვს ერთი მთავარი პირობა. თუ პერსონაჟი ახორციელებს complex actions, არ მუშაობს მისი არც ერთი power-ი, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, არც offensive, არც active და არც passive არ იმუშავებს. ანუ, როდესაც თქვენ deploy გააკეთეთ, ანუ როდესაც გაიქეცით, ანუ როდესაც absorb გააკეთეთ, არ იმუშავებს არც passive, არც offensive და არც active. ეს უნდა დავიმახსოვროთ. ასევე არ იმუშავებს ტალანტებიც, როდესაც ვაკეთებთ complex actions. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი power-ი, რომელსაც ქვია permanent power-ი, მუშაობს ყოველთვის. ყოველთვის მუშაობს, თუ რა თქმა უნდა, იმ პირობას ასრულებს რაც წერია, იმის მიუხედავად, ეს პერსონაჟი ახორციელებს complex actions, არა complex actions თუ რას აკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის კეთდება ეს. შეიძლება არც კი იყოს ბორდზე და ისეთი ძალა კონდეს, რომ მუშაობდეს მაშინაც. ამიტომ ეს დავიმახსოვროთ. ეს არის გამონაკლისი power-ებისგან. კარგი, ეს არის 4 ტიპი power-ების და პრინციპში პერსონაჟის სტატებიც გავიარეთ. პირველი არის შეტევა, როგორც ვთქვით, სტანდარტული basic შეტევა. მეორე არის დაცვა, range, გადაადგილება, მაგია, რომელიც განსაზღვრავს power-ების მნიშვნელობას და სიცოცხლე. როდესაც გვაკდება სიცოცხლე, ნელა ჩამოვდივართ ქვევით და სუსტდება ჩვენი გმირი, როდესაც ვიხილებით, დავდივართ ძევით. თუმცა ეს ძალიან ხშირად არ ხდება ხოლმე. Dashboard-ზე გარდა ამ სტატებისა მოცემული არის, როგორც ვთქვით, power-ები, მოცემული არის პერსონაჟის არტი და მოცემული არის მისი სახელი. ქვემოთ მოცემული არის რამდენი აქტივაციის ბარათი მოყვება პერსონაჟს, აქტივაციის ბარათებს მომავალ ვიდეოში გავიხილავთ. რამდენი AOE ბარათი მოყვება პერსონაჟს, ამასაც Art of War ბარათებსაც შემდეგ ვიდეოში გავიხილავთ და რა არის მისი ტალანტები. ტალანტები power-ებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე დიდი სტრატეგიული გაფლები სწორედ ტალანტებთან და power-ებთან არის დაკავშირებული. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, იქნებოდა აბსოლუტურად უინტერესო გადაადგილე. power-ები და ტალანტებია ზუსტად ის სტრატეგიული მნიშვნელობის მომენტები ამ თამაში, საბრძოლო ბორდთან ერთად, რაც განსაზღვრავს ამ თამაშის კარგ ხარისხს. ტალანტების ჩამოთვლას თითოეულს არ დავიწყებთ basic ყუთში და პანდორას ყუთში არის დაახლოებით 17 ტალანტი არის, რომლებიც სხვადასხვა პერსონაჟებს შორის სხვადასხვანაირად ვარირებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის გარდი, ბლოკი, ლიდერი და ასე შემდეგ ესეთი ტალანტები საკმაოდ მნიშვნელოვანია ხოლმე. ზოგიერთი თვითონ პერსონაჟს ბაფავს, ზოგიერთი სხვის დებაფს აკეთებს, ზოგიერთი დამხმარე ტრუპებს აძლიერებს, ზოგიერთი პირიქით ძლიერდება, როდესაც ტრუპები შენთან არის და ასე შემდეგ. იმედია მოგეწონათ ვიდეო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, Mythic Battles მოკლე ვიდეოების სერიებიდან და ითქმა უნდა ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები.